მიხარია, რომ ერთ-ერთმა თქვენგანმა დაწერეთ სიმართლე და დღის ბოლოს ასეც ვიცი ბავშვობიდან, რომ ყველაფერი კარგად იცით და ვიცით და ვიცოდით და მშობლებმაც იცოდნენ და ყველამაც იცოდნენ, უბრალოდ რაღაცა თამაშის გამო ითმენდნენ ხოლმე სიმართლეს და ყლაპავდნენ და გადაყლაპე. ესეთი გამონათქვამი არსებობს. ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთმა თქვენგანმა დაწერეთ სიმართლე და დღის ბოლოს ასეც ვიცი ბავშვობიდან, რომ ყველაფერი კარგად იცით და ვიცით და ვიცოდით და მშობლებმაც იცოდნენ და ყველამაც იცოდნენ, უბრალოდ რაღაცა თამაშის გამო ითმენდნენ ხოლმე სიმართლეს და ყლაპავდნენ და გადაყლაპე. ესეთი გამონათქვამი არსებობს. თვალი დახუჭე, ყურს წაუყრუე, ენა დაიმუნჯა. მივედით იქამდე, რომ ვეღარაფერს დავიყრუებთ, დავისაჭურისებთ და დავიმახინჯებთ და გავჩერდებით, რადგან საფრთხე არა მხოლოდ ჩვენს მიწებს ეხებათ და დაკანონებულ ეგრეთ წოდებულ მოცემულობას, არამედ თავად სიცოცხლეს და სიცოცხლის გადარჩენას, რადგან გითხარით, რომ თუ ხალხი აჯანყდება და ეგრეთ წოდებულ ელიტას, ეგრეთ წოდებულ ილუმინატებს, ეგრეთ წოდებულ მასონებს და დამპყრობლებს მიიყვანენ იმ კონვენციამდე, რომ სხვა გზა არ ექნებათ, დააჭერენ ერთ დიდ კნოპკას ხელს, რომელსაც ქვია დედამიწის გადატვირთვა, სრულად იგივე ებრაული ქარიშხლები და ებრაული წალეკვები, რომლებიც ჰიდროჰესებიდან განხორციელდება. უფლის სახელით არ დაივიწყოთ. ისევ და ისევ უფალს და ღმერთს და მამა ღმერთს დააბრალებენ საგანგებო ხალხის გაჟლეტას, რადგან ხალხს თავიანთ ცოდვებს გაბრალებენ და თავიანთ ცოდვებს კიდებენ ზურგზე. აქედან გამომდინარე, დიდი რესეტის, იგივე დიდი გადატვირთვის გეგმა შემდეგია, რომ გადარჩება მხოლოდ და მხოლოდ სვანეთის სტრატეგიული ადგილი, სადაც უფალი ხურდავდება, ბიტკოინების მანქანებია ჩართული და იმ ღვთაებრივ ენერგიებს, რომლებიც ვარსკვლავის კარიბჭიდან, იგივე ცისკრის ვარსკვლავიდან, ცისკარია და სტარგეითი იგივეა, რაც ცისკარი, ანუ ღვთაებრივ არსთან კარი. სწორედ მაგ კარიდან სვანეთში იტვირთება ღვთაებრივი ენერგიები და ხურდავდება ბიტკოინში, ბიტკოინზე სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, რადგან სურთ, რომ სული ციფრულ ფულში ჩაბერონ. სწორედ ასე იყო ქაღალდში ოდესღაც ჩაბერილი საუფლო ენერგიები, რის გამოც ხალხი დღესდღეობით, რა ვიცი, ზოგი ტაქსი სტოპთ, ზოგი ბოლტზე ზიხართ, ზოგი ვოლტზე ზიხართ, ზოგი გლოვოზე ზიხართ და რა სახელები ქვია ამ ყველაფერს შეხედეთ. ბოლტი, გლოვო და 1000 ჯანდაბა და უბედურება. დამცირებული ხართ სრულად უფლიანი ერი, გენი, საზოგადოება აღარ არსებობს, არსებობს ბრბო, განუკითხაობა, ზომბილენდი და რა ვიცი, საშინელება, მაგრამ მაგის მიღმა არსებობს ელიტა, რომლებიც ჯერ კიდევ იცავენ საგანგებოდ ბუნების წესებს, ბუნების კანონებს, ფლობენ ცოდნებს, სწორედ ამ ცოდნებიდან გამომდინარეა, რომ ივანიშვილმა მოიშენა და ყველაფერი ჯიშიანი ყავს, ნოეს კიდობანივით არის, ნოე გონია თავისთავი, მაგრამ ხელოვნურად შექმნილი ნოეა ამჯერად. მაშინ თუ ბუნებრივი იყო, ან იყო კი მაშინ ბუნებრივი. ძალიან ბევრი კითხვები უნდა დავსვათ ხალხმა, ვიღვიძებთ რა. და ხვამლის, იგივე ხომლის მთა ორივენაირად ეძახით ხოლმე ხალხში, ამიტომ ორივენაირად გიხსენებთ. თავარი ატომური რეაქტორი იდგება ცერნის, იგივე სერნის რეაქტორი ხვამლის მთაში. გაყვანილია ბევრნაირი გვირაბები, რომლებიც დისტანციურად ვნახეთ ჩვენ, უფლიანებმა,
იმ თვალით, რომელიც არ დაგვეხუჭავს და ვერ დაგვახუჭინეს და სწორედ მაქაური რეაქტორით იგეგმება მსოფლიო ეპიცენტრის, იგივე ვოლ სტრიტის გადმოტანა საქართველოში სამომავლოდ. ვისთვის 1% და 7% ელიტისთვის, დანარჩენი 93 და 99%-ის გაწყვეტა ხელოვნური კატაკლიზმებით, ხელოვნური შემთხვევებით იგეგმება, როგორიც არის ჰიდროგესების აფეთქებები, უარება წყლით ქალაქების გადავსების, ამოჟლეტის, ხალხის, ბავშვების, მოხუცების, ქალების, კაცების, ყველასი დაუნდობლად, რაც კორონამ ვერ გაწყვიტა და ეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ სანახევროდ, რაც იმ მეწყერმა ვერ გაწყვიტა, სადაც კალაძე და კალაძის ოჯახი იმყოფებოდა, ესეც პატარა მეცადინეობა იყო იმისა, თუ ხალხს რამდენად გვიძავთ და რა დაიჯერეთ და რა არ დაიჯერეთ, მაშინ როდესაც ვითომ ეგრეთ წოდებული შოვის მეწყერი მოხდა და მოკლედ ეს ამბებია და ეს ამბები ბიბინებს და იგეგმება იმ ყველაფრის მიღმა, რაზეც საუბარი გვაქვს. ჩვენ იწილო, ბიწილო, შენი წილი, ჩემი წილი მიწებსა და რაღაც ქაღალდებს ვეჭიდებითო და ისინი სულებს და ისინი სხეულებს და სიცოცხლეს ეჭიდებიან, რადგან იციან, რომ დიდხანს ვერ გასტანენ უფლის სამშაურო მომდგარია და უფლის სამშაურო როგორ შეეხებათ, იცით? ისე კი არა, როგორც თვითონ ახასიათებენ და გიხწერენ, რომ წაილეკება ყველაფერი და ეს უფლის თავდასხმა იქნება და ღმერთი თავს დაგესხმებათ. არა, უფალი ბრუნდება ჭახჭახა მზით. საოცარი ენერგიებით, ღვთაებრივი ენერგიებით, საოცარი აღმაფრენებით, საოცარი განწმენდის და სიწმინდის ენერგიებით და ამას ვერ უძლებს დაცემული არსი მათი იციან, რომ ვერ გაუძლებენ იმ ცოდვათა წყებას, რაც ჩადენილი აქვთ არა ერთი თაობის წინაშე, არამედ 26 საუკუნის წინაშე და აქ საუბარია ორ ოჯახზე და არა იმ ელიტაზე, რომლებსაც წარმოადგენს სვანეთის მერი ივანიშვილი. სვანეთის მერი და ივანიშვილი ერთმანეთს ყოველ შაბათ-კვირას ხვდებიან ნამდვილი საკითხის გადასაჭრელად და ნამდვილ საკითხზე სააბასოთ, რომელსაც ქვია სვანეთის აკლდამებში და სვანეთის ეპიცენტრებში ელიტის გახიზვნა და ელიტის გადარჩენა. ასეთი 12 ეპიცენტრი არსებობს დედამიწის გარშემო, ერთ-ერთი გახლავთ აქ კავკასიაში და სწორედ თქვენგან მე საუბარი იმაზე არ მაქვს, სვანებო არ იფიქროთ, სვანო, ხალხო, სვანო, გლეხებო, არანაირად არ იფიქროთ, რომ თქვენს გადარჩენაზეა საუბარი და არ გაიტრუნოთ აქ და არ თქვათ, რომ ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო საქართველო და ერთი ქართლ-კახეთისაცო, გურიისაცო და სამეგრელოსიცო. ჩვენ სვანეთი ვართ, გადავრჩებითო. არა, აქ ელიტაზეა საუბარი, ეგრეთ წოდებულ ელიტაზე, მახინჯებზე და სულით გაყიდულებზე და სულის დამახურდავებლებზე, რომლებიც თავს ვერ იდრეკენ ეგრეთ წოდებული ლორდების და ეგრეთ წოდებული ცრუ ღმერთების წინაშე, რომლებსაც როსჩაილდები და ბლეკროკები იმედი მაქვს, რომ შეგიჯამეთ ყველაფერი, რამე კითხვები თუ გქონდეთ, შეგიძლიათ დაწეროთ, თავადვე პასუხობთ ხოლმე საკუთარ კითხვებს, ყველაფერი ნათელი და ცხადია და გამარჯვება სიმართლესა და სინათლეშია და გამარჯვება ხალხშია და გამარჯვება რევერტაციაშია. იგივე გითხარით 7 პოზიციით ზევით ეძებეთ დამნაშავე მეთქი, 7 პოზიციით ზევით იპოვეთ გასასამართლებელი, რადგან ხედავთ ივანიშვილმა ღარიბაშვილიც კი გაიმეტა, თავისი ხელით დასმული ოჯახის წევრი, რომელიც გამდიდრა, იცის რომ აქ სიმდიდრეს არაფერს აზრი არ აქვს, ისეთი სიხშირეები და ისეთი სასწაულები მოდის, გრძნობთ იმედი მაქვს ამ სასწაულს, ბევრი თქვენგანი და ვინც ვერ გრძნობთ, გაგრძნობინებთ
რათა იცოდეთ, რის დასაცავად ვართ აქ სინამდვილეში. ღარიბაშვილი გაწირა ივანიშვილმა, სვანეთის მერს არ წირავს. ბევრ კითხვაზე პასუხი სვანებო თქვენმა მერმა, თუ ყოფილმა მერმა იცის, არ ვიცი ზუსტად რომელია ეხლა მერი. კახა მე მგონი. საქართველო გადარჩება. ერთადერთი პირობა საუფლოდან, რომ საქართველო გადარჩება. და ამაში გაერთიანდებით, როგორც ხალხი, ასევე ელიტა, ასევე მერები და ასევე ივანიშვილები და ყველანი. არ აინტერესებს საწინაპროს, საუფლოს და იმ ხელამსხვერპლს, რაც გაგვეღია. ყველანი გაერთიანდებით. და ყველანი გადარჩებით. და ნუ გეშინიათ ივანიშვილებო და მერებო, ამდენი ავადმყოფი ხალხის. ჩვენ თვითონ გამკურნავთ მათ. მოგეხმარებით ლოტუსებით და სხვადასხვა საშუალებებით, რომ გაიწმინდოთ და მოგეხმარებით ჭეშმარიტებით, რომ თავებს აპატიოთ, მათი ცოდვები ხალხო. უფლისგან ყველაფერი ნაპატიები გაქვთ, მორჩით თვითგვემას. 1% უნდა აგოს პასუხი. 1%-ის ცოდვებს 99 როგორ იღებთ. და გარანტირებული სამკვიდრო ყველას თანაბრად აქვს. და თქვენი რობოტები კეთილი პროგრამებით დაპროგრამდებიან, იმიტომ რომ მართალია არც ერთ ქალს აღარ გვინდა თეფშის რეცხვა და იატაკის დაპილისოსება. იყვნენ და არსებობდნენ რობოტები. არაუშავს. მოგვარდება ყოველივე სათანადოდ. გასაგებია? დროებით და კარგად. I love you.